მოგესალმებით კოლეგებო, თხოვთ წარმოდგენილ დღის წესრიგს პენჭი უყაროთ. მადლობა. დღეს 5 საკითხი გვაქვს განსახილველი. მესამე საკითხით დავიწყებთ და შემდეგ დავუბრუნდებით პირველს. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი მაია ბითაძე. ისმენთ ქალბატონი მაია. მოგესალმებით. პირველი მოусმენით განსახილულად წარმოგიდგენთ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს. აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მიზანია ადმინისტრაციული სახდელისგან გაათავისუფლოს ის ადამიანები, ვინც ფლობენ ტაქსის ლიცენზიას და დაარღვიეს როგორც სანებართვო პირობები, ასევე ახორციელებდნენ უნებართვო საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეგულირება დედაქალაქში დაიწყო 2018 წლიდან, მაშინ როდესაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა აღნიშნული საქმიანობა, რამაც გარკვეულწილად ძალიან პოზიტიური ცვლილებები მოიტანა, როგორც საკითხის ზოგადი დარეგულირების, ასევე თვითონ ტაქსის ლიცენზიის ფლობის ნებართვის კაპიტალიზაციის კუთხით. მოგეხსენებათ, თავდაპირველად გარკვეული შეღავათებით ისარგებლეს ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული საქმიანობა ლეგალურად განეხორციელებინათ. გარდა იმისა, რომ აღირიცხა ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ საქმიანობას ეწეოდა, თვითონ საქმიანობა ორ კატეგორიად გაიყო, A და B კატეგორია. ამასთან შეგახსენებთ, რომ A კატეგორიის ნებართვის მფლობელები არიან ის პირები, რომლებიც ფლობენ თეთრ ავტომობილებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ტაქსის მანიშნებლით. და ასევე გარკვეული პირობები აქვთ, მათ შორის რეკლამის განთავსებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასთან ეს ადამიანები გარკვეულ უპირატესობას ფლობენ, როგორც უპირატესობით სარგებლობენ, როგორც პარკირების, ასევე ეგრეთ წოდებულ ბასლეინებში გადაადგილების თვალსაზრისით. ამასთან A კატეგორიის ტაქსებისთვის განსაზღვრულია დიფერენცირებული მოსაკრებელი ყოველწლიური საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრული იყო ფიქსირებული მოსაკრებლით 150-დან ნულოვანი გადაკვეთით, გააჩნია ასე ვთქვათ, რა ავტომობილებს ფლობდნენ, ჰიბრიდზე იყო ნახევარი საფასური, ხოლო ელექტროავტომობილებზე იყო ნულოვანი. შემდგომ პერიოდში აღნიშნული გადასახადი გადავიდა დღიურზე, მაგრამ წლიური განაკვეთი სანებართვო მოსაკრებლის მაინც ზუსტად იმ მოდენობით რჩებოდა, რაც მე ახლა ვთქვი. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტში, ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 20 მილიონ ლარამდე არის შესული სწორედ ამ მოსაკრებლებიდან, მაინც იყო დიდი რაოდენობა, როდესაც როგორც A, ასევე B კატეგორიის ნებართვის მფლობელები არიხდიდნენ სანებართვო მოსაკრებლებს, ან სანებართვო პირობების დარღვევისთვის იყვნენ დაჯარიმებულები. დაახლოებით 8 მილიონ ლარზე არის საუბარი, როგორც A, ისევე B კატეგორიისთვის გაერთიანებულად. ამასთან ბევრი საქმე იყო აღსრულებაში გადაცემული. შესაბამისად და ასევე იმას გაგახსენებთ, რომ 20-23 წლის შემდგომ აღარ გაიცემა ტაქსის ნებართვები საერთო დედაქალაქში, არის დაახლოებით 18-17 ადამიანი, ვინც ასეთ ნებართვას ფლობს. შესაბამისად, ერთჯერადად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული სახდელებისგან 25 წლის 1 ნოემბრამდე, ვინც ჩაიდინა აღნიშნული სამართალდარღვევა. ეს იქნება, ასე ვთქვათ, ერთჯერადი ქმედება იმისთვის, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა უკვე რეგულირებადმა ბიზნესმა, რომელმაც საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები მოიტანა, ასე ვთქვათ, ტრანსპორტის და გადაადგილების თვალსაზრისით, იქნეს, ასე ვთქვათ, ამნისტირებული ირიბად.
ამასთან შეგახსენებთ, რომ გარდა ადმინისტრაციული სახდელისგან კანონპროექტის თქვენი მხარდაჭერისა და სესიაზე დამტკიცების შემდგომ მუნიციპალიტეტი გამოცემს შემდგომ აქტს, სადაც უკვე ამნისტირებული იქნება ის საფასური, რომელიც მათ ადგილობრივ ბიუჯეტში სანებართვო საფასურის სახით უნდა გადაეხადათ. მოკლედ ეს არის ცვლილებები, რაც შედის, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, მიზნად ისახავს, ასე ვთქვათ, ერთჯერადად 25 წლის 1 ნოემბრამდე ჩადენილი ტაქსის სანებართვო პირობებისა და უნებართვო ტაქსით საქმიანობის განხორციელებისთვის სახდელებისგან პირების გათავისუფლებას და გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ? ბატონო თავმჯდომარე, დიდი მადლობა. ერთი კითხვა მაქვს. დაახლოებით რა, ანუ ზუსტად რამდენ ადამიანზე არის საუბარი და თითო ადამიანს დაახლოებით რამ ხელა შეღავათს უკეთებთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის იქნება, ეხლა ჯამი რო გავყოთ შეღავათის ადამიანების რაოდენობას. ესე კონკრეტულად გამიჭირდება ზუსტი ციფრის თქმა, თუმცა გეტყვით საქმეების რაოდენობას, დაახლოებით 29,000 საქმე არის, რომელიც ამჟამად როგორც ახსრულებაში, ასევე მერიის წარმოებაშია. იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 17,000, 18,000 ლიცენზიის მფლობელი ყავს. ისიც თვალსაჩინო არის განმეორებითობა ხშირ შემთხვევაში, მათ შორის უკვე ვთქვი, რომ ახსრულებაშია ბევრი საქმე მიმართული, ასე რომ ჯამურად საუბარია დაახლოებით 8 მილიონ ლარზე, რომელიც გასაშუალებლად შეიძლება გადავანაწილოთ აი 17-18,000 პირზე. ამასთან ერთ მომენტს შეგახსენებთ, გარდა იმისა, რომ 20-23 წლიდან უკვე ახალი ნებართვები არ გაიცემა, თუ ადამიანები, ასე ვთქვათ, ფლობენ ტაქსის ნებართვას, მაგრამ 6 თვის განმავლობაში არ იყენებენ ან ელექტრონულ პროგრამაში მანქანის გამოცდის შემთხვევაში არ განაახლებენ, ესეც ავტომატურ შეჩერებას იწვევს ნებართვისას. ასე რომ ზუსტი რაოდენობა, ასე ვთქვათ, კი გვაქვს დაახლოებით 17-18,000 ტაქსის ლიცენზიის მფლობელი, მაგრამ როდესაც კაპიტალიზაციაზე ვსაუბრობთ, რაც თავიდან ვთქვი, ისიც თვალნათელია, რომ შეზღუდული რაოდენობა, მათ შორის გაუქმებული რაოდენობები საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად ეფექტიანი იყო ეს რეფორმა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნესში არიან, პრაქტიკულად უკვე აქტივს ფლობენ, რომლის გაყიდვაც შეუძლიათ ნებართვის სახით. დიდი მადლობა. დავაზუსტებ თუ შეიძლება რა. ხო, სერიოზული შეღავათი არის დაახლოებით 500-600 შეიძლება 700 ლარი გამოდიოდეს ერთ ადამიანზე, მაგრამ მოწესრიგებული აქვს თავისი ნაწილი ლიცენზიის კუთხით და ანუ ეს ეგრეთ წოდებული ამნისტია რო გაკეთდება, ჩვეულებრივად მოწესრიგებულად, ლიცენზირებულად აგრძელებენ მუშაობას, ხო? ვუპასუხებ, ანუ სალიცენზიო პირობების დარღვევაზე, როდესაც გვაქვს საუბარი, ხო, აი მოწესრიგებულობის კომპონენტი რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, მათი მაიდენტიფიცირებელი თეთრი ნიშანი და ასევე ზემოდან დამაგრებული ტაქსის ნიშანი, სანებართვო პირობების დარღვევის კუთხით თითქმის 99%-იანი დარღვევები მოდის არა აი ამ იდენტიფიცირებისა და კომფორტის კომპონენტებზე, არამედ მოდის სწორედ მოსაკრებლის გადაუხდელობაზე. ასე რომ ისინი გააგრძელებენ ბუნებრივია ფუნქციონირება სხვა სანებართვო ადამიანისთვის მნიშვნელოვანი პირობების დარღვევისთვის, მაგრამ სახელმწიფოსთან მიმართებით ერთჯერადად იქნებიან ამნისტირებულები. თუ შეიძლება ერთი კითხვა მექნება, კი ბატონო, სოციალური მიზნებისთვის ხა ამნისტიის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ რეალურად უნდა გვესმოდეს, რომ აქ საქმე ეხება ბიზნესს. ხა თავად ახსენეთ, რომ ეს არის ბიზნესი, ეს ადამიანები სარგებლობენ საკმაოდ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ბიზნეს მოდელით, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზიის შედეგად გახდა მათი საკუთრება და უბრალოდ მე კითხვა მაქვს ბატონო მაია, თქვენთან ესეთი რატომ გაიწელა ამდენი ხანი და ზოგადად რამ განაპირობა ამ პრობლემის წარმოშობა, იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს იყო საკმაოდ ძლიერი საინფორმაციო კამპანია. ეხლა იმას ნამდვილად ვერ იტყვის ვერავინ, რომ ინფორმირებული არ იყო მოსახლეობა და თუნდაც თავად ეს სეგმენტი, რომელიც ფლობდა ამ ლიცენზიებს და რატო მოხდა ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში დაგროვდა ამდენი დავალიანება და ეხლა სახელმწიფოს უწევს ამ დავალიანების ჩამოწერა. ეხლა ეს პირდაპირ რო ვთქვათ,
მიუთითებს ამ რეფორმის ერთგვარ არათუ ხარვეზე, არამედ შეიძლება ითქვას ჩავარდნაზეც, ხო? აბა რატომ მაშინ აგვიხსენით? არა, აგვიხსენით, იმიტომ რომ ხამხელად თანხაგროვდება ამ ადამიანებს რამე პრობლემა ქონდათ ამ თანხის გადახდის? თუ რატო დაგროვდა? არ ვარ წინააღმდეგ, ამით დავიწყე, მაგრამ ბიზნესია და ბევრი კითხვა არსებობს ზოგადად ამ ბიზნესთან დაკავშირებით, რომ თავიდანვე იყო ეს კითხვები და ამიტომ მე მგონი სამართლიანი და ესეთი გონივრული კითხვა არა. თან 2018 წლიდან ვსაუბრობ, 7 წელია უკვე გასული, ხო? დიდი მადლობა, საინტერესო კითხვა. ცოტა შორს მინდა წავიდე, როდესაც 2018 წელს თბილისის მერიამ გაბედა და ტაქსების სფეროს რეგულირებაზე დაიწყო საუბარი, ჩვენ გვახსოვს რამხელა ნებათაღელვა იყო, მათ შორის პოლიტიზირებული მიზნებისთვის ტაქსების რეფორმის ინსტრუმენტალიზაციის ძალიან აქტიური ფაზა იყო, როგორც მერიასთან, ასევე პარლამენტთან სხვადასხვა აქციები იყო გამართული და მათ შორის საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ამ ადამიანებს საერთოდ ლუკმას ვართმევდით და არათუ ბიზნესს ვართმევდით, არამედ საერთოდ რაღაც ურთულებდით ცხოვრებას. რეფორმის დასაწყისში გახსოვთ, რომ სახელმწიფომ გაიღო, ასე ვთქვათ, თვითონ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. პირველი და ყველაზე მთავარი ის, რომ ეს ადამიანები გადასახადებისგან გათავისუფლდნენ საერთოდ და ასე დაიწყო ამ ბიზნესის ფორმირება. ანუ სფერო იყო დასარეგულირებელი, ორ კატეგორიად გაიყო ტაქსის ლიცენზიები და ამასთან სახელმწიფომ საკმაოდ დიდი თანხები გაიღო იმისთვის, რომ ერთჯერადად დახმარებოდა ამ ადამიანებს, როგორც ავტომობილების მოწესრიგებაში გადაღება იქნებოდა ეს თუ თეთრი, ასე ვთქვათ, ელასტიური რაღაც საშუალებების გადაკვრა მანქანაზე, ისე როგორც ქიმწმენდისა და აი თავზე რაც ადევს იმის შესყიდვა მთლიანად სახელმწიფომ უზრუნველყო, გარდა იმისა, რომ შემდგომ პერიოდში ამ ადამიანებს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პრივილეგია მიეცათ, როგორც პარკირების, ასევე საგზაო გადაადგილების თვალსაზრისით. ისევე როგორც ყველა ახალ რეფორმას ამ ტაქსების რეფორმასაც პირველი ტალღის ჩაცხრობის შემდგომ ბუნებრივია თან ახლავს გარკვეული დარღვევები, რომელიც ჩვეულებრივია ყველა სალიცენზიო სანებართო თუ ავტორიზაციის სხვა სისტემისთვის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ მომენტთან გვაქვს საქმე. ადმინისტრირება, როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს ციფრები, რომელიც მე ახლა ვთქვი, 20 მილიონი ლარი, რომელიც ადგილობრივი მოსაკრებლების სახით ბიუჯეტში არის გადახდილი, ეს საკმაოდ დიდი თანხა არის. ხოლო ის 8 მილიონი, რომელიც ამ პერიოდში დაგროვდა, არის დაგროვილი სწორედ იმ ადამიანების მხრიდან კანონის, ასე ვთქვათ, კანონის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით, რომელიც თან ახლავს ყველა სხვა რეფორმას. ასე რომ გამომწვევი მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, ძირითადად ეს არის სუბიექტური მიზეზები, იმიტომ რომ ობიექტური გარემოებები ამ შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს, იმდენად ხელშეწყობილი იყო ეს ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან. ასე რომ მე ვერ ვხედავ რაღაც განსაკუთრებულს, ან მით უმეტეს იმის მანიშნებელ ნიშნებს, რომ რეფორმა ან ჩავარდა, ან რეფორმა მიმდინარეობს რაღაც ხარვეზებით, დანარჩენი შეიძლება სუბიექტურად ან პოლიტიკურად შეფასდეს ყველა ის რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, თუმცა ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადი შეღავათი ამ ადამიანებს უნდა გაეწიოთ, რათა მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო რეგულირებული იყოს ეს საქმიანობა. მადლობა. დავასრულებ. და მეც კითხავთ გალოდან მაი, მადლობა. ამ საკითხის წარმოდგენისთვის კიდევ ერთი საკითხია, რომ მათ შორის ეს კანონპროექტი ეხება იმ პირებს, რომლებიც ნებართვის გარეშე ტაქსის მომსახურებას წევდნენ. და რეალურად ამ პირებისთვის ჯარიმების გადახდისგან გადაუხდელი ჯარიმების ჩამოწერაც მოხდება. ანუ ერთი საკითხი არის, პირები, რომლებმაც დაარღვიეს სანებართო პირობები, რასაც თქვენ ბრძანეთ, და მეორე არის, რომლებიც ტაქსის საქმიანობას ეწეოდნენ შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავდროულად ამ პირებს ხშირად აქვთ უკვე მოწესრიგებულიც
თავიანთი საქმიანობაც, მაგრამ ჯარიმების გადახდისგან ვათავისუფლებთ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიზანი არ არის, რომ ადამიანი იყოს დაჯარიმებული. ჩვენდან ჯარიმას კონდეს რაიმე რეპრესიული მიზანი. ჯარიმის მიზანიც არის პრევენცია და ზუსტადაც ადამიანები თუ ვერ იხდიან კონკრეტულ ჯარიმებს, მაშინ სახელმწიფო იღებს და თუ მათ მოწესრიგებული აქვთ ყველა შესაბამისი სანებართვო იქნება პირობების დაცული აქვთ თუ ნებართვებით აღებული აქვთ, სახელმწიფო მათ პატიებს გადასახდელ ჯარიმებს ათავისუფლებს ფინანსური წნეხისაგან და პირიქით ეს მიმართულია და მათ შორის ხაზს უსვამს, რომ არათუ რეფორმა ჩავარდა პირიქით რეფორმა რომ შედეგიანია და ამ რეფორმის შედეგებსაც რომ ჩვენ თვითონ ვხედავთ ჩვენს თავებზე, როდესაც სარგებლობთ და ნებისმიერი მოსახლე სარგებლობს ტაქსით იქნება ეს თეთრი თუ ანუ A კატეგორიის თუ B კატეგორიის, სწორედაც ამიტომაც არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის ჯარიმები, რომელზეც აქვს შესაბამისი წნეხი მოსახლეზე და სამართალდარღვევზე, გადაუხდელი ნაწილისგან გათავისუფლდნენ, მათ შორის რომ კიდევ დამატებით საურავი არ დაუწესდეს და ასე შემდეგ. პირიქით ეს საკანონმდებლო ცვლილებაც მათ შორის რაც არის ერთჯერადი სახით ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე, მისასალმებელია, რადგან პირებმა თავიანთი ვალდებულება შეასრულეს და შესაბამისად უკვე ჯარიმასაც თავისი მიზანი აქვს ამოწურული, ამიტომაც ხდება აღნიშნული საკითხის განხილვა. მადლობა. კი ბატონო მესმის, მაგრამ აი ქალბატონმა ამას თავად აღნიშნა, რომ ძირითადად კანონის უპატივცემულობის გამო მოხდა ეს სიტყვები თქვი ზუსტად თორსტებიდან. მაშინ გამოდის, რომ კანონის უპატივცემულობას ხო არ ვახალისებთ ამ ინიციატივით და თან წნეხზე როცა საუბრობთ, იმდენ მოქალაქეს აქვს დღეს ჯარიმის წნეხი, მათ შორის ისეთი უწყინარი დანაშაულებისთვის, როგორც პირბადის ტარება და რუსთაველზე გზის გადაკეთვა თუნდაც. ასე იგი თავაზობთ, რომ ჯარიმები გავზარდოთ, ხო? ჯარიმები გავზარდოთ აღნიშნული კუთხით. კი ბატონო. სხვა თემაზე გადავდივართ, გახარიას გუნდის წარმომადგენელი რომ ადამიანები, რომლებიც კანონს პატივს არ სცემენ, მათ მიმართ ჯარიმები იყოს. თავად ამბობთ, რომ ადამიანები, რომლებიც კანონს პატივს არ სცემენ, ამ ადამიანებს ჯარიმები უნდა ჩამოვარდნონ. ბატონო გიორგი, თავად ამბობთ. არსებული ინიციატივის ფარგლებში დავწერთ. ხო, ჩვენ ვართ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, აქ აღარ გინდა ჩარჩოდან არ გახვიდეთ რა ყველას გთხოვთ. ეკონომიკაზე საუბრობთ ჩვენ და ჩვენ მოქალაქეებზე. ხო, მომისვენებ აი გთხოვთ ერთი წუთი ყველას ყურადღება ტოტალური ბატონო გიორგი, გთხოვთ ერთი წუთი. უყურეთ, ჩვენ დავრჩეთ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში. აქ პირველი არის, რომ ეს ეხება ჩვენი მოქალაქეების, რომელიც ბიზნესით არიან დასაქმებული, მათთვის მნიშვნელოვანი ბიზნესით არიან დასაქმებული, როდესაც ბიზნესი ხართ დასაქმებული და ჯარიმების რაღაც რაოდენობა ბიზნეს წნეხად აწევს, მათ უჭირს განვითარება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა დროულია და ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კონკრეტული სექტორში არიან ჩართული და გაიზრდება მათი შემოსავლები, ზოგ შეიძლება ანგარიშის კონდეს დაღადაღებული, ჩვენ არ ვიცით ხო, აღნიშნული გადასახადების გამო. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, ვეხმარებით საქართველოს მოქალაქეებს და დასაქმებულ ადამიანებს. ეს ერთი. მეორე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მოწესრიგდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს სისტემა და ყველასთვის ახლა როგორც არ უნდა ვისაუბროთ, ამ რეფორმას მომხრეები ხავდა, შეიძლება ვიღაცა კრიტიკულად იყოს განწყობილი, მაგრამ ყველას გიხარია, რომ ტაქსების პარკი თბილისში დაემსგავსა, მოწესრიგდა და აი ვიზუალურად გახდა ერთ-ერთი санიმუშო როგორც სხვა ევროპულ ქალაქებშია და ამიტომ ჩემი წინადადება არის რომ აღნიშნული ინიციატივას ხარ დაუჭიროთ. მარტო თავშტომ ორი წუთი შევაფასებთ შეიძლება. ბატონ გიორგის მინდა ვთხოვო რომ ბატონ გიორგი ერთს გირჩევთ რომ თქვენ იშრომოთ იმისთვის, რომ რეფორმები ან წინადადებები რეფორმების თაობაზე თქვენმა პარტიამაც წარმოადგინოს. ოღონდ ერთი მაინც. ოღონდ ისეთი ერთი წუთი თუ შეიძლება მიკროფონი გამორთეთ, მე ვსაუბრობ. ოღონდ ისეთი, რომელიც გამყარებული იქნება არა პოლიტიკური კეკულწობის იმ მასშტაბით, რა რითიც ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად გამოირჩევით, არამედ რეალური მონაცემებით. რაც შეეხება რეფორმებს და ამნისტირებას და იმას,
რომ ადამიანები კანონს პატივს არცემენ. ამის ნათელი მაგალითი გვაქვს მათ შორის. აი ეს ძალიან მასშტაბური კანონდარღვევების კასკადი, რომელიც მიზანმიმართულ კანონდარღვევებს ეხება, მათ შორის პირბადეები, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელთა გამოყენება მიზანმიმართულად ხდება ქვეყნის დისკრედიტაციის მიზნით. ასე რომ, როდესაც რეალურ რეფორმებს საუბრობთ, ამ შემთხვევაში ტაქსების რეფორმა, რომელიც მე პირადად, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორი ვარ ამ რეფორმის, ვთვლი, რომ ძალიან წარმატებული რეფორმაა. კიდევ მეც გეტყვით, აი აღმასრულებელი ხელისუფლებაში რომ გემუშავათ, გეცოდინებოდათ, რეფორმები ყოველთვის თანდევია გარკვეული ამნისტირების მექანიზმებით, იმიტომ რომ სხვაგვარად რეფორმის წარმატება შეუძლებელია, ისევე როგორც ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც ამ თითოეულ რეფორმას, ასე ვთქვათ, ხვეწს. მაგალითად, გარემოს დაცვის და რესურსების მიმართულებით, ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს ძალიან ბევრი სამართალდარღვევა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორით არის, მეტწილად სუბიექტური ფაქტორებით გამოწვეული, შეიძლება იყოს ობიექტური ფაქტორებიც, რის თაობაზე ჩვენ აქ ვართ პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მე რომ ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, პოლიტიკურად კი არ შევაფასოთ ეს და ვიკაკულცოთ, არამედ რეალური საქმე გავაკეთოთ. ასე რომ ძალიან გთხოვთ გულით, ბატონო გიორგი, მე დღეს და გუშინ თქვენ არ გამიცნიხართ, მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებას გვიწოდებთ, ალბათ თქვენ დე-ფაქტო პარლამენტარი ბრძანდებით, ამ გადმოსახედიდან ძალიან გთხოვთ პოლიტიკური манипулირების ნაცვლად, მე განცხადებების დროსაც მოგმართეთ, მოამზადეთ ერთი კანონპროექტი მაინც, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მათ შორის ასოცირებიდან გასაკეთებელი, გაეცანით რეალურად საფუძვლებს ჩაბრძანდით და მერე ვეცადოთ საკითხების პოლიტიზირებას, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეთანხმებით ამ პროექტს, მაგრამ იმიტომ რომ გამოიყენოთ დამატებით ეს საშუალება იმისთვის, რომ პოლიტიზირება მოახდინოთ, სწორედ ამიტომ ვცდილობთ ახლა ამ კითხვების დასმას. ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში ცოტა პოლიტიკური განცხადებაც გამომივიდა. ნახევარი წუთი მეყოფა უბრალოდ რო თქვა უპასუხო. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. ვისაუბროთ ეკონომიკურ განვითარებაზე. ყველას გთხოვთ. ერთი წინადადებით უპასუხებ და დავასრულოთ. კანონპროექტები იქნება არაერთი, შეგიძლიათ დაელოდოთ და ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები ეს ერთი და რაც შეეხება ამ ინიციატივას კიდევ ვიმეორებ, რომ სოციალური მიზნებისთვის ჩვენ წინააღმდეგი ადამიანებისთვის ჯარიმების ჩამოწერის არ ვართ, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ ამ ადამიანების გარდა არსებობს ამ ქვეყანაში კიდევ უამრავი სხვა სეგმენტი და ხომ არ იქნება ეს უბრალოდ შერჩევითი, რომ ამნისტიას ვაკეთებთ თან როგორც ქალბატონმა მაიამ თქვა კიდევ ერთხელ მის სიტყვებს ვიმეორებთ, კანონის უპატივცემულობასთან ქონდა საქმე და ამიტომ არ გადაიხადეს ეს გადასახადიო, ვაკეთებთ იმ სეგმენტის მიმართ, რომელიც თქვენ თავად ახსენეთ, რომ არის შემოსავლიანი სეგმენტი. და ამ სეგმენტს წესით იმ სიკეთიდან გამომდინარე, რაც მათ სახელმწიფომ მისცა, ამ გადასახადის გადახდის პრობლემა წესით არ უნდა ქონდეთ. მათი შემოსავლებიდან გამომდინარე. ასე რომ სუბიექტური ანალიზა შეფასება ეგ ვასრულებ თავად პრობლემას ხედავ იმაში, რაც თქვენ თავად თქვით, რომ ეს ამ გადასახადების გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ ადამიანების მიერ კანონის უპატივცემულობით. ეს არის აქ თავარი პრობლემა. აი, მაგი ხა კარგი არა, ეს უნდა ხა ძალიან გთხოვთ რა, ეს უკვე არასაქმიანი ის არის, ხო? ეხა ჩვენ სუბიექტურ შეფასებებში ვერ შევართ. გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე რომ დიდი მადლობა. მადლობთ ქალბატონო მაია. ეხლა შემდეგ საკითხზე გადავიდეთ. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. გისმენთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. ახალი ხელშეკრულებაა, რომელიც წარმოდგენილია თქვენს წინაშე, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მოეწერა ხელი. ალბათ ყველას გვახსოვს ბიუჯეტის 2026 წლის ბიუჯეტის განხილვების პერიოდში საკმაოდ აქტიურად იყო პარლამენტის მხრიდან მოთხოვნა სოფლების წყალმომარაგების ნაწილში დამატებით თანხების მოზიდვაზე და სწორედ ეს მიმართულებაა ჩვენ შევთანხმდით აზიის განვითარების ბანკთან, რომელიც გამოყოფს 200 მილიონ ევროს იმისათვის, რომ დამატებითი წყალმომარაგების პროექტები განხორციელდეს ჩვენი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და საუბარია დაახლოებით დამატებით 50,000 ოჯახის წყალმომარაგების სისტემის ოჯახამდე წყალმომარაგების სისტემის მიყვანაზე. ეს არის 100-მდე სოფელი და ახლობით 150,000 ფიზიკური პირი, ვინც ისარგებლებს ამ
თანხებით შესაბამისად ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია 200 მილიონი ევროს გარდა იქნება ჩვენი ნაწილი თანადაფინანსება, ოღონდ ეს არ არის უშუალოდ პროექტზე მიმართული თანხები, ჩვენ გვაქვს შედეგზე დაფუძნებული ხელშეკრულება ამ შემთხვევაში შედეგზე დაფუძნებული სესხი, ანუ ჩვენ ბიუჯეტის რესურსით ვახორციელებთ პროექტებს და შესაბამის შედეგების მიღწევიდან გამომდინარე ხდება თანხების ჩამორიცხვა. სწორედ ეს არის მსგავსი, არის სამუშაო უკვე პროექტირება დაიწყება მომდევნო წლის განმავლობაში ნაწილი ტენდერები უკვე გამოცხადებულია, სამუშაოების დაწყება ნაწილის ალბათ წლის ბოლოსთვის, მომდევნო წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი და გაწერილია 2030 წლამდე, როდესაც დამატებით 50,000 ოჯახს უნდა მქონდეს წყალმომარაგებაზე წვდომა. დიდი მადლობა, ეს არის ხელშეკრულების შინაარსი, რაც შეეხება სესხის პირობებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ 200 მილიონი ევროა საპროცენტო განაკვეთის ტიპი არის დაფუძნებული 6-თვიანი ევრიბორზე და ემატება ფიქსირებული 0.8% მარჟა, სესხის ხანგრძლივობა არის 26 წელი და მათ შორის 11 წელი ნახევარი არის შეღავათიანი პერიოდი. დიდი მადლობა. არ ვიცი თუ რამე დაზუსტება გინდათ, უაღრესად მნიშვნელოვანი შეშეკრულება. გთხოვთ. მოგესალმებით. ბიუჯეტის განხილვის აღინიშნა, რომ 500 მილიონი იქნება გამოყოფილი წყალმომარაგებაზე და ეს კიდე დაემატება, ეს აღნიშნული თანხა კი არის რაღაც გარკვეულ ვადაზე. შეიძლება ხო? ეს თანხა პირდაპირ რა თქმა უნდა არ დაემატება, ეს არის 2030 წლის ბოლომდე გაწერილი ეს თანხა, 50 მილიონი ამ პროექტის ნაწილში უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტი და უკვე დეტალებზე ბიუჯეტზე მომდევნო კვირის ბოლომდე წარმოდგენილი იქნება და უკვე ბიუჯეტთან ერთად ვისაუბრებთ რა მიმართულებებზე იქნება დამატებით თანხები გამოყოფილი. თუ სხვა კითხვები არ აგვაქვს, გთხოვთ რატიფიცირებას, კენჭი უყაროთ, ვინ არის მოხრე? დიდი მადლობა. მადლობა. ბატონო გიორგი, თქვენ კენჭის ხრაში მონაწილეობას არ იღებთ? კარგი. მოგწონთ, აგამ თუ მოგწონთ, გითხარით, თუ რაღაცა მოგწონთ. იმიტომ რომ უაღრესად კარგი საქმე არის. ხო და დაუჭირეთ, რასაც უჭირთ, კარგი ძალიან, კარგი. შემდეგ საკითხი. კარგი. არა, წინა საკითხსაც დაუჭირეთ, ხო ნაწილობრივ. კარგი. ეხლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანამდები საქართველოს კანონების პროექტები. მოხსენებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე. გისმენთ ბატონო ალექსანდრე. მოგესალმებით, მივესალმები კომიტეტის წევრებს და საზოგადოებას. წარმოგიდგენთ, ასე ვთქვათ, სავალდებულო კომიტეტის ფარგლებში კანონპროექტების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სამი სხვადასხვა ტიპის იარაღთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებას. თქვენის ნებართვით თითოეული იარაღთან დაკავშირებით ავხსნით თუ რა мотиваცია ქონდა სამინისტროს, რომ ეს კანონპროექტი წარმოედგინა. ასევე ვიზუალურად გაჩვენებთ კონკრეტულად რა იარაღებზეა საუბარი და მიზანი რა ქონდა ამ ცვლილების. პირველი დავიწყებ ელექტროშოკური მოწყობილობით, თან აქვს წამოღებული ეს საშუალება ნებისმიერ ადამიანს, ეხლა რო გახვიდეთ დაწყებული ძალიან მცირე ასაკიდან ნებისმიერ ასაკის ადამიანს შეუძლია შეიძინოს და გამოიყენოს და გამოიყენებს თქვენ შემოთვით დაახლოებით აი ესეთი ისა აქვს რა ქვია ეფექტი აქვს. შესაბამისად შეიძლება რომ ბატონო ციცაკის სპეის არ გამოვიყენეთ. შესაბამისად, ანუ აღნიშნული იარაღი ეს ხუმრობის გარეშე ვიტყოდი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მათ შორის ბავშვებსაც, რომ მაღაზიაში იყიდოს და გამოიყენოს და არანაირი, ასე ვთქვათ, კონტროლი და რეგულაცია ამ საშუალებასთან მიმართებაში დღეს არ მოქმედებს. შესაბამისად არის იმის რისკი, რომ დააზიანონ ერთმანეთი, საკუთარი თავი დაიზიანოს, გარდა ამისა ჩვენ არაერთი შეტყობილება მქონია სკოლები და როდესაც ბავშვები იყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ და აზიანებენ, ასევე თუ ჩავხედავთ ანოტაციას თითოეული ელექტროშოკური მოწყობილობის, განსაკუთრებით იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც აქვს გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შეიძლება ამ საშუალების გამოყენება საერთოდ საფრთხის შემცველიც კი იყოს.
ამიტომ გავეცანეთ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის ევროპულ გამოცდილებას, თითქმის ყველა ქვეყანაში, ევროპულ ქვეყანაში და შემიძლია კვლევას გაგიზიაროთ და კონკრეტულ ქვეყნებზეც გესაუბროთ. Ძალიან აკრძალულია ამ საშუალების გამოყენება, ან თუ ხდება, ასე ვთქვათ, შეძენა, ძალიან მკაცრად არის რეგულირებული, თითქმის იგივე, ასე ვთქვათ, ღონისძიებები და რეგულირებები არსებობს, რაც ცეცხლსასროლ იარაღთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილების თანახმად შეზღუდვა ხდება ელექტროშოკური მოწყობილობის მოქალაქეებზე გაყიდვის, ტარების და გამოყენებასთან მიმართებაში, მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს, კერძო დაცვით ორგანიზაციებს და იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სადაც საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროება, მათ ექნებათ საშუალება, რომ შეიძინონ და გამოიყენონ. შესაბამისად, წესდება ჯარიმებიც მისი კანონის დარღვევით გამოყენების შემოტანის და ასე შემდეგ რეგულაციებთან დაკავშირებით. მეორე იარაღი რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის თან არ მაქვს სამწუხაროდ და შემდეგ კომიტეტზე წარმოვადგენ, ეს არის აკუსტიკური ხმოვანი იარაღი. ანუ რას გულისხმობს ეს საშუალება? ეს არის ზუსტად ერთ-ერთი ანალოგი ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღის, რომელიც ისვრის ფუჭ ვაზნებს. ანუ არანაირი დანიშნულება თავდაცვის ან რაიმე ტიპის არ გააჩნია ამ იარაღს, ერთადერთი რაც ევროდირექტივითაც და ჩვენი კანონმდებლობითაც ანალოგიურად არის განსაზღვრული, ეს არის თეატრალურ წარმოდგენაში, სპორტულ ღონისძიებაში და კინოგადაღების დროს ხმის ეფექტის და იარაღის იმიტაციის შექმნა. ანუ არაფერი სხვა დანიშნულება ამ იარაღს არ გააჩნია. აღნიშნული საშუალებაც ნებისმიერ ადამიანს ასაკის მიუხედავად ნებისმიერ რაოდენობით შეუძლია შეიძინოს მაღაზიაში და ფლობდებს და გამოიყენოს კიდევაც. შესაბამისად, გინახავთ ალბათ არაერთი ვიდეო სოციალურ ქსელში, როდესაც მოქალაქეები იყენებენ, ასე ვთქვათ, ამ საშუალებას. მე საზოგადოებას განცდა, რომ თითქოს ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა მან და არის სხვადასხვა ინტერპრეტაციები, რომ ეს საკითხი, ასე ვთქვათ, აურეგულირებელია, პოლიცია არ ახდენს რეაგირებას და ასე შემდეგ. არაერთ გზის ყოფილა მისულად ჩვენ შემთხვევის ადგილზე და აღმოჩენილა, რომ ესენი იყენებენ ფუჭ ვაზნებს. ამ იარაღთან დაკავშირებით წინა მოწვევის პარლამენტში შემოვიტანეთ ჩვენ განმარტება, შესაბამისი რეგულაციები, რაც გაიწერა იმ კუთხით, რომ მხოლოდ გადატანა შეიზღუდა და ტარება იგზა და გადატანის ნებართვა გაიწერა, თუმცა პრაქტიკაში ხედავთ, რომ მაინც ხდება ბაზარზე, მაინც იყენებენ მოქალაქეები. ხშირად არის ეს, ასე ვთქვათ, წუხილები მოქალაქეების მხრიდან, განცდა აქვთ, რომ ასე ვთქვათ, ეს უკონტროლოდ ხდება მიმოქცევა, სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის ესაჭიროება პირს ამ იარაღის შეძენა, პოლიციის თანხმობით, სადაც შეფასებული იქნება, რომ ნამდვილად ეს საჭიროება დგას, ანუ საჭიროება არის მხოლოდ სამი, როგორც აღვნიშნეთ, ეს არის თეატრალური წარმოდგენა, კინოგადაღება და სპორტული ღონისძიება. ასეთ დროს თუ სჭირდება ადამიანს კონკრეტული ეს საშუალება, მას ექნება საშუალება მიმართოს პოლიციას, აიღოს ნებართვა და შეიძენს და იმ დანიშნულებით გამოიყენებს, რაც კანონში არის განსაზღვრული. სხვა შემთხვევაში იქნება შეზღუდული მისი ბრუნვა. და ბოლო საშუალება ეს არის ყველაზე ესე ვთქვათ აქტიური ის მოყვა დისკუსია ამ საშუალებას, ეს არის აეროზოლული მოწყობილობა, აქაც წამოღებულმა არ გამოვიყენებთ, თუ გეშინიათ, იმიტომ საკმაოდ დამაზიანებელი ეფექტი გააჩნია. ბატონო? ეს არის ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი, აქაც მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თავდაცვის საშუალება, არანაირი რეგულაცია არ მოქმედებს არც შეძენის ნაწილში, არც ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით და არანაირი კონტროლის მექანიზმი არ გვაქვს. ჩვენ არაერთი, ესე ვთქვათ, კომუნიკაცია გქონდა განათლების სამინისტროსთან, ასევე ხშირად არის, როდესაც ეს ხდება მცირეწლოვანი ასაკის ბავშვების ხელში ეს საშუალება, იმიტომ რომ აი ჩვეულებრივად ნებისმიერ ადამიანს, რა ვიცი, როგორც საკვებ პროდუქტს შეიძენს, ისე შეუძლია ეს საშუალებაც იყიდოს, არავინ არ აკონტროლებს, არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანმა შეიძინოს და ატაროს ეს საშუალება და ხშირი არის ერთის მხრივ დაზიანების მაჩვენებლები, ხშირად ხდება ხოლმე თქვათ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა, იმიტომ რომ დახურულ სივრცეში გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ ძიმე, ესე ვთქვათ, შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეგულაციის თანახმად ამ საშუალების შემოტანა დაექვემდებარება ლიცენზირებას, იმიტომ რომ გავაკონტროლოთ რა შემცველობის შემოდის, იმიტომ რომ დღესაც მოქმედი კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს საშუალება და იმისათვის რომ მავნე არ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მეორე მხრივ გაყიდვის ნაწილშიც 18 წლის ქვევით ბავშვებს არ ქონდეს მისი შეძენის საშუალება, ხოლო 18 წლის ზევით თუ კი ადამიანს ესაჭიროება თავდაცვის მიზნებისთვის, აქაც აიღებს წინასწარ ნებართვას, იმისათვის რომ გაკონტროლდეს რაოდენობა,
საჭიროება და ასე შემდეგ და მიეცემა საშუალება რომ შეიძინოს და ატაროს ეს საშუალება. შეიძლება გაჩნდეს ანუ ძირითადი კითხვა ის იყო რომ რატომ გვაქვს ეს ესე ვთქვათ პოლიციის წინასწარი თანხმობის კომპონენტი, აქაც მოვიშველიებს საერთაშორისო პრაქტიკას, მაგალითად ავსტრიაში და პოლონეთში საჭიროებს წინასწარ ნებართვის არსებობას, ფინეთში არის მსგავსი ჩანაწერი, ნიდერლანდების კანონმდებლობაში, მალტაში, სადაც ასეთი მექანიზმები არსებობს, აი აქ მოყოლება წარმოებული და შემიძლია გაგიზიაროთ კიდევაც. ასე რომ ვფიქრობთ ეს საშუალებები გარდა იმისა, რომ რაოდენობრივადაც გაკონტროლდეს ვის ხელში ხდება და რა რაოდენობის ხდება, ასევე ასაკობრივი ცენზი იქნეს შესწავლილი და გაანალიზებული, რომ თვითდაზიანების და სხვა ადამიანების დაზიანების რისკი დავაზღვიოთ, ეს ნაწილი იქნება, ვფიქრობ, ამ ცვლილებებით მოგვარებული. თუ კი კითხვები არსებობს, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ, შემიძლია თან გაჩვენოთ კიდევაც. მადლობა ყურადღებისთვის. კოლეგებო, თუ გვაქვს კითხვები, გისმენთ? პოლიციის წინასწარ თანხმობასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. რის მიხედვით გადაწყვეტს პოლიცია ვის მისცეს შეძენის უფლება და ვის არა? ანუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელებს ეს რო აგვიხსნათ კარგად. დიახ. აი სპრეიტთან დაკავშირებით მეკითხება მეც კითხვა რომ მიმართვის შემთხვევაში განსაზღვრული არის აი რამდენის შეძენა შეიძლება მოქალაქეს? მადლობა ვეცადე პრეზენტაციის დროს ამეხსნა, თუმცა კიდევ ერთხელ გავსაზღვრავ. ანუ ამ შემთხვევაში ვინაიდან ეს არის თავდაცვის საშუალება, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში პოლიცია იხელმძღვანელებს თავდაცვის მიზნებისგან გამომდინარე და განსცეს ნებართვას, თუ რამდენად ესაჭიროება პირს, შესაძლებელია ადამიანმა მოითხოვოს პირობითად 20-30 ცალის ერთად შესყიდვა და ეს რა თქმა უნდა ლოგიკას არ ექვემდებარება. ასევე ამ კუთხით იხელმძღვანელებს რას მოწყვლადობა არსებობს, რა საჭიროება არსებობს და გონირულობა რა თქმა უნდა. შესაბამისად აქ კიდე გაჩნდა განცდა რომ პოლიცია თუ კი უარს ეტყვის ეს შეზღუდავს პოლიციის გადაწყვეტილებაც შესაბამისი დოკუმენტი აქტია რა თქმა უნდა თუ კი ვინმე არ ემორჩილება და ვინმე არ ეთანხმება უბრალოდ ამ გადაწყვეტილებას და ვერ ასაბუთებს პოლიცია ბუნებრივი არსებობს მექანიზმები იმისი რომ გასაჩივრდეს როგორც ჯერ პირველ ეტაპზე შიდა დონეზე შემდგომ სასამართლო ესე ვთქვათ ეტაპებზე დღეს ეს მექანიზმი მოქმედებს გაზის იარაღთან დაკავშირებით ანალოგიური მექანიზმი მოქმედებს და საკმაოდ ესე ვთქვათ სწორად და ეფექტურად მუშაობს შესაბამისად ანალოგიური მექანიზმი იქნება გამოყენებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ სხვა ქვეყნებსაც ზუსტად ეს ჩანაწერები რაც ვნახეთ არის ის რომ საჭიროებიდან გამომდინარე უნდა გაიცეს ნებართვა თუ მას სჭირდება თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე თუ ეს არის თავდაცვის საშუალება რა თქმა უნდა არავის არ უზღუდავ თავდაცვის საშუალებას მაგრამ ის რომ ეს ასე ვთქვათ უკონტროლოდ ხდებოდეს და ნებისმიერი ადამიანის ხელში ნებისმიერი რაოდენობით და თან მით უმეტეს არ იყოს გარკვეული რა შემცველობა აქვს ხო როცა სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას რომ შემოდის ეს ქვეყანაში და მით უმეტეს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრულია კონკრეტული მოთხოვნები რა შემცველობა უნდა იყოს ციცაკის იქნება ეს თუ სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერების უნდა იყოს გაკონტროლებული რასაც შესაბამისი წინასწარი ლიცენზირების ფარგლებში შესწავლილი იქნება საბაჟო კონტროლის ფარგლებში შესწავლილი იქნება და უკვე რეალიზაციის პროცესშიც მოხდება ამის გაკონტროლება ასევე კონკრეტად თქვენს კითხვასაც დაკავშირებითაც აქაც რაოდენობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ერთია რომ აიღო თანხმობა რომ იყიდოს მაგრამ რამდენი ხო შეიძლება ადამიანმა იყიდოს 1000-2000 წალი ხო ანუ არ არის ძალიან ძვირი შესაძლებელია ბევრი ადამიანმა ბევრი რაოდენობით იყიდოს ამიტომ აქაც კონტროლის მექანიზმები არსებობს სხვა კითხვები ხომ არა გვაქვს მადლობთ ბატონო ალექსანდრე ჩემი კომენტარი იქნა არის ის რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანია რომ სახელმწიფომ ეფექტურად შეძლოს აღნიშნული კატეგორიის იარაღის კონტროლი და მეორე მხრივ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და სწორედ ამიტომ თქვენში უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. ბატონო გიორგი თქვენი პოზიცია? გასერჯეროთ, კარგით. მეორე მოსმენის დროს აბა ჩავიდეთ. კარგით, მაშინ დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე. ეხლა გადავიდეთ მეოთხე საკითხზე, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს კანონის პროექტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი არჩილ გორდულაძე. გისმენთ ბატონო არჩილ.
მადლობა ბატონ თავმჯდომარე, კოლეგებო, განსახილველად პირველი მოსმენის ფარგლებში წარმოგიდგენთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს. Თავმდენ ცვლილებებთან ერთად რამდენიმე ათეულ კანონში შედის ცვლილება, მათ შორის ორგანულ კანონებშიც. ბატონ თავმჯდომარე, თქვენის ნებართვით თელს ინიციატივასთან, თელს პაკეტთან დაკავშირებით გავაჟღერებ, რაც ცვლილებებიც არის წარმოდგენილი და შემდეგ თუ კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვარო თითოეულ მათგანს უპასუხო. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ამავდროულად ანტიკორუფციული სამსახური როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები აღარ განაგრძობენ ფუნქციონირებას და კონსტიტუციური ორგანო აუდიტის სამსახური შეასრულებს შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით და მთელი სხვა კანონებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ერთი მარტივი საკითხია ერთი შეხედვით, მაგრამ სამწუხაროდ მათ შორის გარედან მიღებული ბრჭყალებში რჩევების და რეკომენდაციების შედეგად ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრულია ხელისუფლების დანაწილების შტოები. ესენი არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ამავდროულად დასახელებულია კონსტიტუციით და განსაზღვრულია ის ორგანოები, რომელთა დამოუკიდებლობის გარანტიას სწორედაც რომ ძირითადი კანონი საქართველოს კონსტიტუცია, მაგალითად აუდიტის სამსახური, პროკურატურა და ზოგადი სამართლებრივი ლოგიკაც და მათ შორის ჩვენი კონსტიტუციის მიხედვითაც მხოლოდ კონსტიტუციაში დასახელებული დამოუკიდებელი ორგანოების ან ხელისუფლების შტოებს შორის შეიძლება შეიქმნას რომელიმე სხვა ახალი დაწესებულება. მაგრამ ისევ და ისევ გარედან მიღებული რჩევების მიხედვით ცალკე გამოყოფილი იქნა მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონიდან გამომდინარე ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რა ფუნქციები აქვს. რეალურად აქვს მხოლოდ და მხოლოდ ფუნქცია საჯარო მოსამსახურეების დეკლარაციების კონტროლისა, რამდენად სწორად არის გამოქვეყნებული. ხოლო რაც შეეხება ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრევენციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამავდროულად ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში და დანაშაულების შემთხვევაში აღნიშნული ბრძოლის წინა ფლანგზე დგას საქართველოს მთავრობა, დგას დამოუკიდებელი ორგანო საქართველოს პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი და მათ შორის გარედანაც მიღებული რჩევებს, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, თუ დაუჯერებდით, მაშინ ამ ორგანოების ფუნქციებიც უნდა გადასცემოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, რაც არ მოხდა მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. შესაბამისად, არა მხოლოდ კონსტიტუციური ლოგიკა დაირღვევოდა, არამედ აღნიშნული დაწესებულების ფუნქციებიც დაკნინდებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ იყო ხოლმე მოთხოვნილი და ეხლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყანა. მათ შორის ჩვენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გადახვევა ისევ და ისევ გარედან თავსმოხვევით და გარედან მიღებული და ანგაჟირებული, ეგრეთ წოდებული პროტესტი და რეალურად ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ხელის ჩამოშლის მიზნით, მათ შორის 2020 წელსაც ვიხილეთ და მთელი ერთი წლის განმავლობაში მოგვიწია მთელი ქვეყანას ცხოვრება გარედან დაორგანიზებული ქვეყნის ჯანჯღარის ფარგლებში და მაშინ როგორც ყველას მოეხსენება, მოგვიწია რომ გავსულიყავით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ეგრეთ წოდებული შარლ-მიშელის შეთანხმებისთვისაც კი მოგვეწერა ხელი, რომელიც პირდაპირ გადახვევა იყო კონსტიტუციის ძირითადი დებულებებიდან. მე ხლა კი გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავბრუნდეთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ზუსტად სამართლებრივი წესი, რაც არის აღნიშნულ დანაწესებში იქნეს მოქცეული ყველა კონსტიტუციური ორგანოს და ყველა უფლებამოსილების განსაზღვრა და ამასთანავე. პერსონალურ მონაცემთა დაცვას რაც შეეხება და ამავდროულად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებულ ყურადღებას ამ შემთხვევაში თქვენის ნებართ პირველ რიგში გავაკეთებ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. მათ შორის ჩვენი ნაკისრი ვალდებულებაა
და რაც ისევ და ისევ ჩვენ ქვეყნის მოსახლეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი, პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაცული. ამავდროულად დირექტივებიდანაც გამომდინარეც პერსონალური მონაცემების დაცვა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელმა ორგანომ. და არ არსებობს ბუნებაში იმაზე უფრო დამოუკიდებელი ორგანო, რომლის დამოუკიდებლობის გარანტორი თვითონ კონსტიტუციაა. და შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 79 მუხლის მიხედვით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის კონსტიტუციური დამოუკიდებელი ორგანო, გენერალური აუდიტორის გადაყენებაც კი მხოლოდ და მხოლოდ იმპიჩმენტის წესით არის შესაძლებელი. არ არსებობს პირი, რომელიც და უწყება, რომელიც შეიძლება დავალებას აძლევდეს ან მითითებას აძლევდეს აუდიტის სამსახურს და სწორედ აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ პერსონალური მონაცემების დაცვაც უზრუნველყოს დამოუკიდებელმა ორგანომ პერსონალური მონაცემების პასუხისმგებლობის ნაწილში აუდიტის სამსახურმა. ასევე კორუფციის ბრძოლას რაც შეეხება და კონკრეტულად ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებს დეკლარაციებს, რომელიც ფინანსური საკითხი არის განსაკუთრებით, მათ შევსების და საჯაროობის უზრუნველყოფასაც მოახდენს აუდიტის სამსახური. ამავდროულად გრანტების შესახებ კანონით და სხვა კანონმდებლობით, რომელთა ფუნქციებიც არის გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც, უფლებამოსილები რაც გქონდა ანტიკორუფციულ ბიუროს სრულად გადაეცემა აუდიტის სამსახურს. ამავდროულად ეს არის ძირითადი ცვლილებები, რაც წარმოგიდგინეთ. ამავდროულად აუდიტის სამსახური წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში თავისი საქმიანობის ანგარიშს. აქვე წარმოდგენილი იქნება როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობით აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიში, ამავდროულად დამატებით იქნება ანგარიში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ჩვენს ქვეყანაში და ამავდროულად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული, ასევე ფარას კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი იქნება ანგარიში, რომელსაც საპარლამენტო კონტროლიც განხორციელდება, როგორც ეს არის საქართველოს კონსტიტუციითვე გათვალისწინებული. მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ნაწილში ევროდირექტივაშიც პირდაპირ მითითებულია, რომ შესაძლებელია ორგანოს დაწესებულების ხელმძღვანელი დანიშნული იყოს ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ან პრეზიდენტის მიერ, ან საქართველოს პარლამენტის მიერ იყოს არჩეული, მაგრამ გამომდინარე ჩვენი შიდა კანონმდებლობიდან და რაც თავარია კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტი ვერ მიიღებს და ვერ დანიშნავს აღნიშნულ პირს, ამავდროულად ვერც მთავრობა, იმიტომ რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ აუდიტის სამსახურია სწორედ დამოუკიდებელი და არის ექსკლუზიურად პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რომ წამოაყენოს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა, ხოლო პარლამენტი შესაბამისად ირჩევს აღნიშნულ თანამდებობაზე შესაბამის პირს. ეს არის საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი არსი, ხოლო თუ რაიმე ტექნიკურ საკითხებთან და არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან კითხვები იქნება, მზად ვარ, რომ უპასუხო, რაც მთავარია ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, რა თქმა უნდა უზრუნველყოფილი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვა, რა თქმა უნდა უზრუნველყოფილი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განუხრელად დაცვა და ამავდროულად სხვა კანონმდებლობისაც არაფერი არ იცვლება გარდა იმისა, რომ ჩვენ დღეს არსებული დაწესებულებები ბრუნდებიან კონსტიტუციურ საწყისში, კონსტიტუციურ არსში და დამოუკიდებელ ორგანოს გარანტორიც იქნება რა თქმა უნდა კონსტიტუციაც. მადლობა. ბატონო არჩილ, კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით? გისმენთ? შეიძლება. კი ბატონო, ანუ ზოგადად პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კორუფციის მიმართულების გადატანა სწორი გადაწყვეტილებაა და ზოგადად ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. უბრალოდ რამდენჯერმე ახსენეთ ეს გარედან ჩარევა და ცოტა პარადოქსია, რომ როგორც ყველაფერს ამ საკითხსაც თქვენივე პროპაგანდისტვის იყენებთ. ახლა არ გამიკვირდება, რომ ის კორუფციული ჭაობი, რაშიც აღმოჩნდა ქვეყანა და ამას ერთადერთი სახელი აქვს საქართველოს სისტემური პოლიტიკური კორუფცია. არ შემშლია. სისტემური პოლიტიკური კორუფცია საქართველოს. თემისგან გადახვევა არის ახლა. ძალიან გთხოვთ, ჩემ არასწორია პოლიტიკური კორუფცია რომ არის საქართველოში, ამას მაგრამ უკრაინაზე საუბრობ. თქვენს მიერ საქმე აღძრული პრემიერები და მინისტრების საქმიანობა ადასტურებს და მათ საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილი
მილიონობით დოლარი. ასე რომ მე იმის თქმა მინდა არ გადავდივარ საკითხიდან საერთოდ, აი ზუსტად იმ საკითხზე ვარ. კანონპროექტის პარკლებში ვისაუბროთ, თუ შესაძლებელია ძალიან გთხოვთ. თავად მოხსენებელმა სამჯერ თუ არ ვცდები სამჯერ, შეიძლება 4-ჯერაც ახსენა გარეჩარევა. და მე ვარავთ ვამბობ, რომ ხა იმდეს ნუიზამთ, რომ ის კორუფცია, რომელიც საქართველოში არსებობს, ახლა ისიც ევროკავშირს არ დააბრძანებს. რაღაც ისე მიყავთ, რომ თითქოს ევროკავშირის ბრალია კორუფციაში რხავთ. ანუ დაახლოებით ესე გამოდის. იმიტომ რომ გარედან მითითებული გიორგი, ეგ არის ინტერპრეტაცია. ხო, ისა გარედან საქართველოს არაერთი ქვეყანა ესაზღვრება გარედან. ამიტომ არასწორი იყო, როდესაც შეგეძლოთ რომ მისი ხელმძღვანელი დამოუკიდებელი ყოფილიყო რეალურად პრემიერს არ დაენიშნა, გამოძიების ფუნქციას ქონოდა და ასე შემდეგ და ანუ პროპაგანდისტული მხარე აქვს ამ ყველაფერს, თორე კიდევ ვიმეორებ, რომ სახელმწიფო აუდიტში ისვავთ მაშინ გარედან ჩარევა რატომ აღიქვით ევროკავშირთან. აი კითხვაზე მიპასუხე, გარედან ჩარევა თქვენთვის რატომ ხო, ამას საშუალება რომ გავცებ ევროკავშირის რეკომენდაცია იყო ყველა ვიცით, ხო? მაგრამ ის სწორად უნდა გაგეკეთებინათ და ნება უნდა ყოფილიყო კორუფციის წინააღმდეგ. დამელოდეთ. კორუფციას რო არ ებრძოდით, ეს ანტიკორუფციული ბიუროს ბრალი არ ყოფილა, მაგის თქმა მინდა. ეხლა გაგცემთ პასუხს. ჯერ ადამიანი, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებით საუბრობს და მისი პატრონი გაქცეული რო არის ქვეყნიდან, ადამიანი, რომელმაც მილიონ კვადრატული მეტრი დაუკარგა ჩვენს ქვეყანას, მე მგონი ხმას საერთოდ არ უნდა იღებდეს წესით. ეს ერთი, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია, ისაუბრეთ რაზეც გინდათ და საზოგადოებამ შეაფასო და შეფასებული აქვს უკვე. მეორე, ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ აუდიტის სამსახურში აღნიშნული საკითხის გადატანა არის სწორი. ამავდროულად იქვე თქვენ თვითონ ამბობთ, რომ აუდიტის უკაცრავად ანტიკორუფციული ბიუროსთვის თქვენ უნდა მიგეცათ ჩვენ მოგმართეთ, რომ უნდა მიგეცათ საგამოძიებო ფუნქციებიო და უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელიო, ხო? მოდი ეხლა ვთქვათ, რომ მე მოგიწოდებთ, რომ მოდი ჯერ კონსტიტუცია წაიკითხეთ, სანამ რაიმე სიტყვით. და გაიაზრეთ, რა გვიწერია ჩვენს თავარ კანონში, იმიტომ რომ თქვენ პარლამენტის წევრი ბრძანდებით და როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს თქვენ განსაკუთრებით ვალდებულება გაქვთ, რომ ურყევა დაიცვათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. აი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას თუ წაიკითხავთ, მათ შორის იპოვით და აღმოაჩენთ, შეიძლება გასაკვირიც კი იყოს თქვენთვის, რომ არსებობს სამართლებრივი სისტემა, რომელზეც უნდა იყოს და წესრიგი, რომელზედაც არის დაყრდნობილი, რა ვიცი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა. მათ შორის ისიც, რომ საგამოძიებო ფუნქციების მიცემა კონკრეტული ფორმის არ მქონე და დაწესებულებისთვის ეს პირველ რიგში აკრინებს მაგალითად საქართველოს პროკურატურას, რომელიც კონსტიტუციითვე გარანტირებულია, რომ არის დამოუკიდებელი და მისი ფუნქცია არის, რომ საგამოძიებო უფლებამოსილებები ქონდეს. ამავდროულად ზუსტად აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამოძიების ფუნქცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიების ფუნქცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფინანსურ პოლიციას და თქვენ გვეუბნებით, რომ ეხლა რას თქვენ ბრძანეთ, რომ გაიაზროთ რა თქვით და საზოგადოებამ რო იცოდეს მარტივია თქვენ ამბობთ, რომ უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გავამოცავოთ მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციები და უნდა გადავცეთ არაკონსტიტუციურ ორგანოს. და აი ეს თქვით ეხლა და ეხლა ვერ გაიქცევით ამ თქვენს ნათქვამს და ვეღარ გამოძვრებით ამ თქვენი საკითხიდან. თან მათ შორის, როდესაც თქვენ თვითონ ბრძანებთ, რომ დიახ, დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს უნდა გადაეცეს საკითხი. მათ შორის აუდიტის სამსახურსაც, რომელიც ხარჯების ეფექტიანობის კონტროლიდან გამომდინარე კონსტიტუციით აქვს ვალდებულება, რომ ხარჯების ეფექტიანობაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ხოლო რაც შეეხება დანაშაულებს და დანაშაულების ჩადენას, დიახ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. და დიახ, თუ ვინმეს აქვს ჩადენილი დანაშაული, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. მათ შორის თქვენი გაქცეული ლიდერიც, რომელიც ეხლა წასულია, თვითონაც ვერ გაურკვევია, ტრენინგებს ატარებს თუ კვლევებს და ერთი ჩვეულებრივი დაფინანსებული პირი გახდა უცხო ქვეყნის სამსახურში, რომელიც აქამდეც იყო. ძალიან კარგად ვიცოდეთ, ვინც იყო და ვინც არის და ვინც იქნება, ყველაფერზე ხელმომწერი რო გახდა და ყველაფრის გამკეთებელი. მათ შორის ერთ მოღალატეობრივი ნაბიჯი არ დაუტოვებია, მე მგონი ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ დგამდა. ეხლა თქვენ კიდე გამოდიხართ და მესაუბრებით აქ, რომ დიახ, სწორს აკეთებთ, მაგრამ კეთილი უნდა გენება და არასწორი ნაბიჯები უნდა გადაგედგათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ისეთი მითითება მივიღეთ, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიისგანაც, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან პირდაპირ
პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო. მათ შორის მე დავასახელე მაგალითად მიშელის შეთანხმება, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას გულისხმობდა, მაგრამ დიახ, მოგვიწია ამის საკეთება და ის რატომ მოგვიწია? იმიტომ რომ მათ შორის თქვენ ლიდერიდან გამომდინარე და თქვენ ლიდერის გამოისობით, მათ შორის თქვენი პოლიტიკური ჯგუფის წევრების გამოისობით, რომლებიც საქართველოს პარლამენტში თითი არადებდნენ, რომ რაიმე კონკრეტული საკითხი გადაეჭრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნის ჯანჯღარის გარდა, ჩვენი ქვეყნის ღალატის ხელმომწერები რომ ხართ თქვენ, კონკრეტულად თქვენც და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოს წელზე რო იწერებით, როგორც მაგალითად შულავერის კომიტეტის წევრებს შეეძლოთ და აკეთებდნენ, იგივეს რო აკეთებთ, ეხლა თქვენთან უბრალოდ პატრონი რომ გყავთ შესული და ბოლშევიკური წიაღსვლიდან და ბოლშევიკური შეგნებიდან რო ვერ ახართ გამოსული, აი ახლა მარტივად ეხლა თქვენ დგახართ აქ და აბსოლუტურ ტყუილებს ტირაჟირებთ. ამიტომ ძალიან კარგად ვიცით, ვიმზადებით თქვენს, ვინ არის თქვენი პატრონიც, ვინ არის თქვენი გუნდის წევრიც, ვინ არის თქვენი ლიდერიც ეხლა, რომელიც უბრალოდ ყველაფერზე ხელმოწერიდან გამომდინარე დაფინანსებას ერთი ჩვეულებრივი სტიპენდიანტი რომ გახდა სალომე ზურაბიშვილივით, პასუხისმგებლობას რო გაურკვის და აქ რომ ჯიხს რო გულზე იცემდა, მათ შორის პარლამენტის შენობაში, რომ ამბობდა რომ დიახ, ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელიო და მე ისე გაქრა, როგორც თვითმფრინავის კვალი იშლება ხოლმე ცაში, აი ამ მორალის ადამიანები ხართ თქვენ ეხლა და ძალიან გთხოვთ რა, საკითხების უტყურებას თავი დაანებეთ და კეცილი ინებეთ რომ ერთხელ მაინც თქვათ სიმართლე. ბატონ თავმჯდომარე, მარტო ჩემთვის არის უკაცრავად. მარტო ჩემთვის არის შეზღუდული საკითხებიდან გადახვევა? ვიცი რომ მე რა დავიწყე, რაღაც 5 წუთიანი გამოსვლა ქონდა სრულიად ამოვარდნილი კონტექსტიდან და არა, თუ მას აძლევთ საშუალებას რეაქციას აქვს თავისი რეაქცია თქვენ დაიწყეთ პროცესი და მივედით სადაც წინა საკითხთან დაკავშირებით მითხარით რომ ნუ გადაუხოთ საკითხს. აგერ ბატონი საუბრობს 5 წუთია სრულიად. არც თქვენ არ გამიჩერები ხართ ასე რომ თქვა თხოვნა იყო რომ უპასუხო იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა. ან მაშინ უნდა შევთანხმდეთ რომ დარბაზში თქვენ თავად არღვევთ წესს. მე თუ არ მექნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება. არა, აქ კითხვა-პასუხის რეჟიმი არ აქვს. აბა როგორ გამოდიხართ და საუბრობთ და 1000 რაღაცაში გდებთ ბრალს და გინდათ რომ პასუხი არ გაგცემთ. უკაცრავად. ნახეთ, რა თქმა უნდა გაგცემთ პასუხს. თუ არ მოგცემთ საშუალებას, თქვენ დასვით კითხვა და დიახ, არა ერთ გულში გამხვდებით. კი ბატონო, კითხვაზე საკითხებიდან გადაუყვეთ. პასუხის ნაცვლად უამრავი რამე თქვით და ახლა ნუ ამაზე პასუხი უნდა მიიღოთ და მე ვითხოვ მაშინ იგივე დროს სადაც გენებოთ მაშინ უნდა უზრუნველყოთ. სადაც ეხა კენჭი უხავჯდომარე რომ მაშინ თქვენი წევრების არ გადაგდოთ საკითხებს, იმიტომ რომ ბატონი საუბრობს 5 წუთია აბსოლუტურად ისეთ თემაზე, რომელიც არ არის კავშირში ამ გასახილულ საკითხთან და მე წუთს არ მაძლევთ და მას 5 წუთი მიეცით და ჩემი თხოვნა არის რომ ასეთი დებატები გთხოვთ რა ქვია არსებობს სასესიო დებატებისკენ სტომები და იქ შეგიძლიათ ერთმანეთს პასუხოთ, მაგრამ არა უბრალოდ წესებზე შევთანხმდეთ იმაზე რომ აღნიშნული კანონის ფარგლებში გაცემის საშუალებას, იმიტომ რომ არ მეყოფა მე 1 წუთი და 2 წუთი. მე ხა აქ 5 წუთიან ტრიბუნაზე ვერ მოგცემთ, ბოდი შევთანხმდეთ. შევთანხმდეთ რომ მასაც შეუზღუდეთ ამ საშუალებას. კარგი, შევთანხმდეთ მაშინ და მომავალში შევთანხმდეთ და რომ დებატების ადგილი არის სასესიო დარბაზი, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ბატონო ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ადგილი არის რომ კონსტრუქციულად ვისჯელოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, რა არის კარგი, რა შემოვიტანოთ ინიციატივები საკანონმდებლო, რომელიც საერთო ჯამში მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების დისკენ. ძალიან ეხლა დავახუროთ. კი ბატონო, იმიტომ რომ როგორ ჩანს ძალიან არ მოგწონთ ახლა. კაი, ძალიან ხო, ახლა მე ვერავის პირზე ხელს ვერ დავაფარებ, ძალიან. არა, გასაგებია მოკლედ უნდა ვთქვა მაშინ. პირველ რიგში ის რომ ეს სხვა რამე ვთქვი ბატონო არჩილ. სხვა რამე ვთქვი. მე ვთქვი შემდეგი რამ. რომ თქვენ ამით ახლა ცდილობთ პროპაგანდისტულად ის რომ ქვეყანა ჩაძირეთ კორუფციაში, მართლა კორუფციის ჭაობში, ეს გადააბრალოთ ახლა ევროკავშირს რომ თურმე მათი რეკომენდაციის გამო მოხდა ის რაც მოხდა. ეს ადგილი არ არის ახლა ხო გავიგეთ თქვენ თქვით ერთხელ ძალიან გთხოვთ. არა, უნდა დავასრულო ახლა ეს აქ არ მოხდება. გიორგი გახარიას მხოლოდ ერთ რამეზე გიპასუხებთ. უშინ დადასტურდა
მის მიმართ აღძრული საქმე რამდენად ანტისახელმწიფოებრივია. როდესაც გამობრძანდა ბატონ გიორგი, არ არის აქ ასახილველი წარმომადგენელი და კოლეგებო, განაცხადა ხო, კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. ვინ არის მომხრე? ბატონ თორიკე, ეს არის ანტისახელმწიფოებრივია და არა ის რაზეც თქვენ საუბრობთ. ამუსის კარგი საქონელია აღნიშნული საკითხი ამით დახურულია. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. თუ კი გექნებათ შემდეგ საკითხზე ბატონო არჩი, დიდი მადლობა. არა. აღარ არის, ჩვენი გვაქვს, ჩვენი საკითხი გვაქვს. ხო. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მე ჩვენს კოლეგას ბატონ ირაკლი მეზურნიშვილს უთხოვ რომ გააგრძელოს ხტომა, შემდეგ საკითხის მოხსენება, შემდეგ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით კოლეგებო, დღევანდელი დღის წესრიგის ბოლო საკითხს განვიხილავთ. ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელია ბატონი შოთა ბერეკაშვილი. გთხოვთ ბატონო შოთა. კოლეგებო, პირველი მოსმენით წარმოგინდეთ კანონპროექტს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეხება სიგარეტზე აქციზის განაკეთის ცვლილებას, რომლის მთავარი მიზანი არის პირველი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, მეორე ეს გახლავთ არსებული გაცხადებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში სიგარეტის იმპორტირებისთვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის განაკვეთის დადგენა და მესამე ეს გახლავთ შედეგობრივად დადებითი ფისკალური ეფექტის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების სახით. ეხლა მივყვეთ სათითაოდ. ესე იგი პირველი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის ნაწილში მოგახსენებთ რომ სიგარეტის ბაზრის ბოლო 4 წლის ანალიზი გვიჩვენებს რომ ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ადგილობრივი წარმოების წილი მცირდება. კერძოდ თუ კი 2020 წელს ადგილობრივი წარმოების წილი შეადგენდა მთლიანი ბაზრის 10-12%, დღეისთვის აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 5-6%-ის ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოში მეთამბაქოება ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიალ აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში, სადაც 1000-მდე მეტი საოჯახო მეურნეობა არის დასაქმებული და დამატებით საწარმოო პროცესში ასევე ჩართულია 1000-მდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარი საგადასახადო ტვირთის პირობებში ადგილობრივ წარმოებას არ აქვს შესაბამისი რესურსი, რომ კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას. შედეგობრივად მოსალოდნელია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წილის კიდევ უფრო შემცირება ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში დასრულდება იმით, რომ იმპორტირებული პროდუქცია სრულად ჩაანაცვლებს ადგილობრივს, რაც ნიშნავს 1000-მდე მეტი საოჯახო მეურნეობის შემოსავლების და 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვას. ხო, შესაბამისად, იმისთვის რომ ადგილობრივი წარმოება მთლიანად ჩაანაცვლოს იმპორტმა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ლიმიტირებული მოცულობის ფარგლებში საშეღავათო აქციზის დაწესების განაკვეთის დაწესება. კერძოდ მიგვაჩნია რომ წარმოების 35 მილიონი კოლოფის სიგარეტის ფარგლებში შემოვიღოთ ფიქსირებული გადასახადი 1.3 ლარის ოდენობით, ხოლო ადუალური გადასახადი შევამციროთ 15%-ის ოდენობით და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული მოცულობა დაახლოებით შეადგენს მთლიანი სამომხმარებლო ბაზრის, სიგარეტის სამომხმარებლო ბაზრის მხოლოდ 10%-ს. ეს არის პირველი და მიგვაჩნია რომ ხელში უწყობთ ამით ადგილობრივ წარმოებას, რომ ბაზარზე არ გარკვეს და ის 10%-იანი წილი ბაზრის რომ შეინარჩუნოს. მეორე იმპორტიორთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი მიზანია რომ იმპორტიორებისთვის სამართლიანი და დაბალანსებული აქციზის განაკვეთი დადგინდეს. და არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში მიზანშეწონილად მიგვაჩნია ყოველწლიურად სიგარეტზე სააქციო გადასახადის გადახვედრა ზრდის მიმართულებით, თუმცა აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია სააქციზო გადასახადის იმგვარი ზრდა, რომ არ გამოიწვიოს ინფლაციური წნეხი, რადგან როგორც მე აღვნიშნე, მთლიანი ბაზრის მოცულობის დღეს 95% შეადგენს იმპორტირებული სიგარეტი.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მიზანშეწონებად მიგვაჩნია იმპორტირებულ სიგარეტზე აქსიზის ფიქსირებული განაკვეთის გაზრდა 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე, ხოლო ადუალური გადასახადის შემცირება 30%-დან 20%-მდე. აღნიშნული ცვლილებები შეეხება როგორც იმპორტირებულ, ასევე 35 მილიონი კოლოფზე მეტ ადგილობრივ წარმოების სიგარეტს. ეხლა რომ შევაჯამოთ, რა ფისკალური ეფექტი ექნება აღნიშნულ ცვლილებას დადებითი ფისკალური ეფექტი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე, კერძოდ ფიქსირებული აქციზის განაკვეთის და მოხდება 85 თეთრით, ეს ნიშნავს თითოეულ გაცემულ აქციზზე 85 თეთრ დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს, ხოლო ადუალური გადასახადის 20%-მდე შემცირება დააბალესებს ერთი მხრივ ინფლაციურ წნეხს, მეორე მხრივ შეამცირებს წარმოებლის და იმპორტიორის მიერ გადასახდელ სააქციზო განაკვეთს საშუალოდ 65-70 თეთრით, რომ შევაჯამოთ, აღნიშნული ნეტ ეფექტი იქნება 15-20 თეთრის ფარგლებში და ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი თითოეულ იმპორტიულ სიგარეტზე 15-20 თეთრით მეტ შემოსავალს მიიღებს. ეს არის აღნიშნული ცვლილებების მოკლეში დაარსი, რომ შევაჯამოთ ერთი მხრივ ეხმარებით ადგილობრივ წარმოებას, რადგან მიგვაჩნია, რომ დასაქმებული ადამიანების ბედი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე მცირე საოჯახო მეურნეობის, მეორე მხრივ ვაგრძელებთ სააქციზო პოლიტიკას, რომელიც ეხება აქციზის ფასის დას, თუმცა ვაკეთებთ ამას დაბალანსებულად, რომ გავლენა არ მოახდენს და ინფლაციური წელეხი არ შეიქმნას და მესამე მნიშვნელოვანი ასევე, რომ ბიუჯეტის ფარგლებში ფისკალური დადებითი ეფექტი მივიღოთ და შემოსავლები გაიზარდოს, ვიდრე მიმდინარე წელს არის. ეს არის სრული შეჯამება. მადლობა, კოლეგებო, თუ შეიძლება კითხვები. ბატონო შოთა, ადგილობრივ წარმოებაში ეხლა დაახლოებით რამდენი ადამიანი არის დასაქმებული და თუ გამოიწვევს ეს ცვლილება ამ დასაქმებული ადამიანების რაოდენობის და იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება თქვათ ამან ხელი შეუწყოს, რომ ბაზრის წილი გაიზარდოს ადგილობრივი წარმოებისთვის. აი მაგას რაც შეეხება დღევანდელი რეალობა არის ის, რომ ადგილობრივი წარმოების წილი არის 5-6%. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ასე რომ ვთქვათ, ადგილობრივ წარმოებას ბაზრის 10%-ის დაკავება შეძლოს და პირველ რიგში მოხდება არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მიგვაჩნია, რომ მცირე მეურნეობები, საოჯახო მეურნეობები, რომელიც დასაქმებული არის თამბაქოს წარმოებით, მათ მიეცემათ საშუალება, რომ უფრო მეტ თამბაქოს წარმოება მოახდინოს ადგილზე, რადგანაც ასანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ადგილობრივი წარმოების პირობებში რაღაც ნაწილი იმპორტირებული თამბაქოც შემოდის და ამ შემთხვევაში ჩვენ ხელს შეუწყობს, რომ ადგილობრივი წარმოება კიდევ უფრო განვითარდეს და თვითონ ამ სექტორში დასაქმებულმა კომპანიებმა შეძლოს დარგის განვითარება და ბატონო შოთა, თქვენ ახლა ფისკალურ ეფექტზე ისაუბრეთ, ყველაფერი, ხა ვისაც ეკონომიკის ორჯერ ორი ესმის, ყველაფერი გასაგები არის. მომხმარებელ საბოლოო ჯამში, აი სიგარეტის მომხმარებელი ვინც არის, ამ შემთხვევაში შეიძლება გაუძვირდეს? ცოტა კომპლექსური კითხვა არის, თუ კი ჩვენ გამოვალთ ბაზარის შევისწავლეთ აღნიშნული კანონპროექტის ინიციატივის დამუშავების დროს და დღეს მდგომარეობით იმპორტულ სიგარეტს, როგორც მე აღნიშნე, ბაზრის 95% უკავია, თუ ავიღეთ ჩვენ საშუალო შეჯერებულ ფასს, ეს არის დაახლოებით 7 ლარის 7 ლარი არის, ხო, 7 ლარი არის, ხო, მაგრამ თუმცა ფასები მერყეობს, ასე რომ ვთქვათ, 5 ლარიდან ყველაზე ძლიერი სიგარეტი შეიძლება 17-18 ლარიც იყოს, მაგრამ საშუალო ფასი არის 7 ლარი. ამ შემთხვევაში რა ხდება? საშუალო სეგმენტის შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ 10% ადუალური გადასახადის შემცირება, ეს ნიშნავს, რომ წარმოებელს ან იმპორტიორს 70 თეთრით უიაფთება, ასე რომ ვთქვათ, აღნიშნული გადასახადის ნაწილი, თუმცა როდესაც ფიქსირებულზე ვამბობთ, რომ 1.9 ლარიდან იზრდება 2.75 ლარამდე, ნიშნავს, რომ უძვირდება 85 თეთრით და ამათ შორის სხვაობა გამოდის 15 თეთრის საშუალო ფასთან და საშუალო სეცონურ ფასთან. საერთო ჯამში ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, სააქციზო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც გაცხადებული გვაქვს,
რომ სიგარეტის ფასი უნდა გაიზარდოს დროთა განმავლობაში, მაგრამ აქ თავარი გამოწვევა ის არის, რომ რადგან ბაზრის 95% იმპორტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ვალუტის გასვლა ქვეყნიდან, რომ არ შექმნათ ინფლაციური წლეხი ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე და ამიტომ გვინდა რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს ეს ზრდა, თუმცა იმ სეგმენტზე რომ ამიღოთ, რომელიც პრიმიუმი არის, ასე რომ ვთქვათ 10 ლარის ფარგლებში სიგარეტი არის, იმ შემთხვევაში მათემატიკა აქ ეკონომიკაც არა, მათემატიკა არის მარტივი, აქ პირიქით ადუალურ შემცირებით იმპორტიორს უფრო სხვაობა პლუსში რჩება. აქ break-even point წერტილი არის 8.5 ასე რომ ვთქვათ, ეხლა რომ შევაჯამოთ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ეს სეგმენტებს შორის გადანაწილდება ესე და მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს, ალბათ სადღაც 20-30 თეთრის ფარგლებში კატეგორიების მიხედვით. ერთი კითხვაც თუ შეიძლება, ამითი მაგრა ვახალისებთ ადგილობრივ წარმოებას და სწორად ბრძანეთ და ძალიან სწორი კურსი არის. თქვენი მოლოდინი რა არის რეალურად ესე ხელი რო შეუწყოთ, თქვათ ქართული წარმოება, ადგილობრივი წარმოება, რამდენ პროცენტზე შეიძლება გავიდეს საბოლოო ჯამში მთლიანად ბაზრის? აი ეს ბოლომდე რო ხელი შეუწყოთ. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენო მოსახლეობა ნაკლები სიგარეტი მოძიოს, ამით დავიწყოთ, მაგრამ კარგი იქნება თუ ადგილობრივი წარმოება შეძლებს რომ ბაზრის რაღაც წილი მაინც ხო კარგი იქნება, თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ ძალიან კონკურენცია, ძალიან არათანაბარია. არსებობს დიდი ოთხეულთან კონკურენციის გაწევა თუ კი ადგილობრივ ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყო, ხო ძალიან რთულია და საერთო ჯამში, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა, ტურისტული ინდუსტრია ჩვენთან ვითარდება და ეს სიგარეტის მოხმარებას ერთი მხრივ ხელს უწყობს, იმიტომ რომ ვიზიტორების დიდი ნაწილიც ასევე ეწევა და შესაბამისად ეს ფასის დაზე მოქმედებს. და საერთო ჯამში კი ჩვენი სურვილი არის რომ პირველი სიგარეტის მოხმარება შემცირდეს და მეორე სურვილია რომ მთლიანად ადგილობრივი წარმოებით ჩაენაცვლოს, მაგრამ რამდენად ძალიან რთული პროცესია და ყველაზე ოპტიმისტურ შემთხვევაში 15% ბაზრის მაქსიმუმი მიღწევა შეიძლება. მადლობა. ყოველ წარმოებაზე უბრალოდ დაზუსტება მინდა რა, მე ზოგადად ძალიან ისეთი ანტიტამბაქოს და ცხოვრების ჯანსაღწესის მხარდამჭერი ვარ ყოველთვის. უბრალოდ არ ვიცნობ ამ თემას, 30 წელია სიგარეტი არ მომეწევია. ეს ადგილობრივი პროდუქცია რა ფორმით იყიდება, როგორც ვიცი, რაღაც ნედლეულით, ხო, ანუ ეს ბრენდირება, ეტიკეტირება და ეს დანარჩენი მოთხოვნები მათზეც ვრცელდება? აქ საუბარი არის სიგარეტზე. ადგილობრივი წარმოება არსებობს საქართველოში, რომელიც ქართული ბრენდები და ეს არის რეგულირებული არის, ლიცენზირებული არის და ჩვენი მიზანი არის, რომ სწორედ ადგილობრივი წარმოება ქნის რაღაც ცოტა თუ ბევრი სამუშაო ადგილებს ქნის და ჩვენ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის რომ ამის უკან მიმბულია ადგილობრივი ოჯახები, რომელიც თამბაქოს აწარმოებს, ხო? აი ეს არის და კიდევ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ძალიან ლიმიტირებულ ნაწილში არის საუბარი, გვაქვს ჩვენ მხოლოდ 35 მილიონი პაჩკაზე, როდესაც ბაზარზე 300 მილიონი პაჩკაზე მეტი სიგარეტი იყიდება თუ ხო სამწუხაროდ ხო და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივ წარმოებას ხელი შევუწყოთ, თითოეული სამუშაო ადგილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით როდესაც ეს მცირე მეურნეობებს ეხება და თამბაქოს ინდუსტრიას. კი ბატონო. მადლობა, სანამ დავაყენებ კენჭისყრაზე ამ საკითხს, ვინაიდან არსებული აქციის პოლიტიკის ფარგლებში ყოველწლიურად სიგარეტზე სააქციზო გადასახადის გადახედვა ხდება, ზოგადად ზრდის მიმართულებით ეს ჩვეულებრივი მოვლენაც არის და ეს გაგრძელდება ამ მიმართულებით. მიზანშეწონილია, რომ სიგარეტის მსგავს 24.04.11 კოდში მოცემულ პროდუქტზეც, მათ შორის აიქოს გულისხმობ, გავრცელდეს შესაბამისი ცვლილება და აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდოს 2.7 ლარამდე, ხოლო ადუალური განაკვეთი შემცირდეს 20%-მდე. აი ამ დათქმით თუ შეიძლება რომ გავითვალისწინოთ, ესეც მნიშვნელოვანია და ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს. ხო. მადლობა კოლეგებო, ამით დღევანდელი სხდომა ყველა საკითხი გავლილია. ხელის აწევის ფორმაა, ესე იგი მიუხედავად ამ ეკონომიკური მაჩვენებლისა, მაინც მოუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავოს სიგარეტის მოწევისგან. ასევე დიდი მადლობა კოლეგებო, დღევანდელი სხდომა ამით დასრულდა.